თუ ქრისტესნი ვართ, რაღაც გარკვეული დისკომფორტი აუცილებლად გვექნება, იმიტომ რომ ამ სოფელს ზულს ქრისტე და მე უნდა ვიყო ქრისტესთან, იმიტომ რომ ჩემი ქრისტიანობა იწყება იმით, რომ მე მოვიძულებ ბოროტს, ეშმაკს და მის ბოროტ საქმეებს და მივყვები ქრისტეს, შეუდგები ქრისტეს. შეუდგები ქრისტეს ნიშნავს იმას, რომ მე დავიღო მისებრ ჯვარი, ოღონ მის მსგავსად უბრალოდ, იმიტომ რომ მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მე უნდა ვიღო მხოლოდ ჩემი ჯვარი და მან აიღო ყველა ჩვენგანის ჯვარი აიღო, ყველასი, ვინც კი ადამიანიდან მოყოლებული ბოლო ადამიანამდე ვინც დაიბადება. აი ეს განსხვავება არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი განსხვავება, მაგრამ ეს მე უნდა გავაკეთო. და ჩემი ცხოვრების წესით მე უნდა გავაგრძელო ქრისტეს გზა. აი ეს არის სწორედ მოწამეობრივი ღვაწლი. მოწამეობრივი ღვაწლი ხომ ის არ არის, რომ მაინც თავი მოგკვეთონ და დაგწვან, ძაღლები მოგვისიონ. მოწამეობრივი ღვაწლი ნიშნავს სიტყვა დამოწმებას ნიშნავს. დამოწმება, დავამოწმოთ, რომ ქრისტეს მივყვებით. ანუ მე უნდა მეტყობოდეს, რომ ქრისტეს მივყვები. და ეშმაკს არ ვაჭაჭანებ ჩემს გულში. რაში უნდა მეტყობოდეს? იმ ქრისტეს თვისებებში, რომელსაც ადამიანი ასეთ შემთხვევაში შეიძეს, ეს არის სიმშვიდე, სიმდაბლე, გულმოწყალება, დიდსულოვნება. აი ეს თვისებები უნდა მქონდეს, ხო? სიყვარული, რასაც ქვია. ამიტომაც ამბობს უფალი და უკვე გასაგები ხდება მეტნაკლებად, აი მათეს სახარების სიტყვებით დღესაც აღმოვიკითხეთ, რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არჩევდა ღირს. ეს აი ამ კონტექსტში, რაზეც მე ვისაუბრე, გასაგები ხდება. უნდა აიღო შენი ჯვარი და გაყრე. ნუ არა და ქრისტიანი არ ახარ. არ ახარ ქრისტიანი. არ არის შენში მოწამეობრივი სული. ანუ შენ არ გაქვს მოთხოვნილება დაამოწმო, რომ ქრისტე ღმერთია. დაამოწმო შენი საქმეებით. ეს საქმეები არის ქრისტეს საქმეების გაგრძელება. ერთადერთი საქმე გვაქვს ჩვენ საღვთო საქმე, ეს არის წამდეს იესო ქრისტე და რწმენა ნიშნავს მას მივყვებოდე და მის საქმეს ვაგრძელებდე, როგორც მისი მოწაფე, როგორც მისი ძმა, მისი შვილი და ყველაფერი.